ჯერ ისედაც საკმაოდ დამძიმებული გარემოა ჩემთვისაც და გიორგისთვისაც ეხა ჯვრის მონასტერში მოსვლა, სადაც აბსოლუტურად სხვა სურათი გვხდება, აღარც ქართველთა კუთხეა და აღარც არაფერი, მაგრამ აი ეხლა დავწმუნდი კიდევ ერთ მიზეზში, ალბათ რატომ დატოვა ღვთისმშობელმა აქაურობა. საერთოდ ქართველები რამეს ვიმსახურებთ, აი მოდით ეხლა აქ და გაჩვენებთ. აი ეს ნაკაწრები, სუხა. აი აქ რა წერია უკვე წაკითხოც არ მინდა. ივანე თუ რაღაცა. ვეფხო, ეს ვიღაცა ბაროვა, სოფო და თეა, აქ კიდე ეს. ვინც ხართ და ვინც არიან. ამათ რა უნდათ ტაძარში საერთოდ. ასეთ ქართველებს საერთოდ რა უნდათ ტაძარში, რა უნდათ ჯვრის მონასტერში და რა უნდათ წმინდა მიწაზე. ჩვენ საკუთარი ცხოვრება დავთმეთ, რომ აქ რაღაც შეგვექმნა და ესენი და აქ არა მარტო ჩვენამდე კიდე იცით ვინ იყვნენ, აქ მოწამეები ყავს ქართველები, მოწამეები, რომლებიც აქ სული დალიეს იმისთვის, რომ მონასტერი შეენარჩუნებიათ. და დღეს ვიღაცები ჩამოდიხართ აქ და მე იმას ლაპარაკობთ, რომ შოთა რუსთაველის ფრესკა წაგუშალეს. შოთა რუსთაველის ფრესკა კი არ წაშალეთ, აი აქ ქართული სული ამოდღილიზეთ, იმიტომ რომ მოხვედით და ძლივ შენარჩუნებულ ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაზე აი ამ ნაწერებს ტოვებთ ზემოდან. აი ამ ნაწერებს ტოვებთ ზემოდან დღეს. აი ეს ხართ საამაყო ხალხი. და ჩვენთან რო წერთ ხოლმე კიდე გვერდზე ზოგიერთები ტურებს რო აკეთებთ დიდი პრეტენზიებით, აი ეს ჯგუფები შემოყავდათ თქვენ იერუსალიმის ჯვრის მონასტერში და არა მხოლოდ აქ. აი ეს არის დღეს ქართული კულტურული მემკვიდრეობიდან, რაც დარჩა მე-17 საუკუნის შემდეგ. ქართველთა კუთხე ხო მოსპეთ, აი ეს ხო დატოვეთ. აი ეს სახე დატოვეთ, ეხა ვინც იყავით აქ. დიდმა ქართველებმა კიდე იქ აღარ მინდა დავკონკრეტე, საიდანაა ეს მონასტერთან რო დამხვდა კიდე ქართული სიამაყეები თურმე აქ წმინდა მიწაზე რო საქართველოს იცავენ და ისინი რო არიან ყველაფერი, აი ესენი ნახონ ეხლა იმათმა, აი ესენი. სხვა სვეტების ნახვა აღარ მინდა უკვე.